მოგესალმებით, მე ვარ მამუკა კუკულაძე. გადაცემა, რომელსაც ერქმევა ცრუცხრიანი, ტანტული და მომავალიც. ავადით ყველანი მიუხეში. My lover's got no money, he's got his strong beliefs. My lover's got no power, he's got his strong beliefs. My lover's got no fame, he's got his strong beliefs. My lover's got no money, he's got his strong beliefs. One more and more. მოგესალმებით ოლიმპია პარკიდან ჩვენ ვიყოფებით მიუნხენში, ზღაპრულ გარემოში და ხედავთ რა ხდება აქ ხვალ ფინალში. დიდი იმედი მაქვს რომ ამ ხალხს ხვიჩა კვარაცხელია აწევს. ეს არის პირველი განახლებული პირველი ტურნირი ფორმატი ჩემპიონთა ლიგის და ძალიან მნიშვნელოვანია პირველი რომელი გვარი ჩაიწერება. გოლის ავტორი, საგოლპასის ავტორი, რა თქმა უნდა ჩემპიონი. ვისი სახელი ამოიწიფრება ამ საოცარ თასზე. და რავი, წავიდეთ და ნახოთ რა, ზღაპარში ვარ და დისნეილენდი არის საფეხბურთო. How good is Kvaratskhelia for now? Oh, amazing. I think he's my favorite winger in Europe at this moment in time. At this moment. Yeah, at this moment. Well, it depends what system. He's gonna score in the final? Oh, well, you said one question. He's the best player in the football in the world. My football club, Naples. Voilà. Top club. The best. I'll start with 3-1 PSG. I go for 1-1 and penalties. For me, Kvaratskhelia is, if I say it right, one of the best players of PSG. Yeah, same. So good luck at the final. Which player you afraid most from PSG? Kvara. And also Donnarumma, in my opinion. He's a star player, outstanding player, 9 out of 10. One of the best, yes. Yeah, probably the best left winger in the world at the moment. Who's gonna win? Great final. საფეხბურთო 64-ში ვიყოფებით. ეხლა უკან ხედავთ რა ხალხი თამაშობენ, ჩელენჯები მიდის, კაკა, კაფუ, რავი. არ ვიცი, ამაზე უკეთეს ადგილას არ შეიძლება ეხლა იმყოფებოდი ადამიანი. ზღაპარში ვარ და ჯერ კიდევ ვერ ვაზროვნებ და ვერ ვხარშავ სადავართ. ყველას გისურვებთ, რომ ცხოვრებაში ერთხელ მაინც ესეც 60-ში ყოფნა გამოცადოთ და მოდი იქაც ფინალში კვარაცხელია იყოს რა. გაუმარჯოს ფეხბურთს. Get trained, save lives. ლიგის ფინალამდე მაგარი მსუყე მოთელვა გველოდება. კაკა, კარლოსი და ინიესტა ერთად თუ ითამაშებდა, როდესმე ვერ წარმოვიდგენდი. ფიგუს გუნდს ვეთამაშებით. მე და ფიგუ კი იცით როგორ ვარ. ნელ-ნელა ხულდება ფინალური დღე. მოვედით აგერ პარი სენ-ჟერმენის ფანების თავშეყრის ადგილას. პირველი ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად ემზადება პარი სენ-ჟერმენი და ეს ჯერ არაფერი არ არის. ინტერის მომაგები ცალკე არიან იქეთ და ნელ-ნელა რომ მოსაღამოვდება, არ ვიცი აქ რა მოხდება რა. საოცრებები დაიწყება.
it's incredible. We are here for the Champions League finals. It's amazing for us. The support of Paris Saint-Germain, it's amazing. We want to win. What about Kvaratskhelia? Kvaratskhelia is a very good player, good for the attack, for the defense. Very good for the defense on Arsenal, and it's very important. We are from Italy, but we support Juventus every day. So tonight we support Paris. Because we don't want to Inter to win the Champions League. So tonight ici c'est Paris. შეხვედრად ნახეთ შემადგენლობები, რასაც ველოდებოდით, 90% უმეტი არა გამართლდა და პირადად მე ველოდები, რომ ამ თამაში კვარაცხელიას ინტერესს დაცვა ვერ დაიჭერს. აგერ მე და აგერ თქვენ დაველოდოთ ამ ზღაპროულ ფინალს რა და როგორ მოხდება. სასწაული არამ დაიწყო შეტევა დაიბარა, დაუძახა კვარაცხელიას ბისეკის ცვლილების შემდეგ, როცა ბისეკი შევიდა, რაღაც მითითება მისცა და აგე დავინახეთ მე-60 წუთზე სადამდე ჩაყვა და ართვა უცი. ანუ დავალება იმაში მდგომარეობდა, რომ უფრო მეტად აგრესიული და შემტევი არის ბისეკი, ვიდრე პავარი. აგიტა შეიყვანეს იდეაში. და სადამდე ჩაყვა და რა ვუცი ახია ყველამ დავინახეთ რა. ჯერჯერობით 5-იანზე უსრულებს ყველა დავალებას, რაც ენრიკე მისცა ხუჩას. Пора сантиметры. Сагол, морча тайм, всё. Ах ты, просто санда. Ромеро გაიტანს მეორე ტაიმში. Браво. დამთავრდა. იო, მორჩა. ჩვენია ლიგა. გადაუარეს. ლიგა 1-ის 23 ტური არის ეს. ჩემპიონთა ლიგის ფინალი არ არის. ვაი, ყარა. ყარა! აგრე! ბასტა! ყველაფერი 5-იანზე აღსრულებოდეთ ყველას. როგორც ხვიჩა კვარაცხელიას აუსრულდა ყველაფერი, არ ვიცი, რავი, თავისი კარიერის პირველი ნაბიჯებიდან დღევანდელ დღემდე ქართული ფეხბურთის ისტორია გადაწერა და რავი, ამ მატჩზე ძალიან ბევრი ნიჭიერი ბავშვი გაიზრდება რა. რომელსაც ისევ ჩვენთან კრისტალ პორტში ნახავთ ამ ბავშვებსაც. რავი. Bravo. Oi. Ისეს რუწყრიას რა ფეხი ქონია, ა? დავარი.
Vara is a great player, magnificent player. We are champions. C'est grâce à lui, because of him. Because when he come back to PSG in January, incredible. The whole team was changed. Yes. He have an impact, technical, incredible player. Thank you, Georgia, for this player, and I hope he play for PSG for many years, and he wins many titles. How did you like today's goal? I cried. I cried. I just have to say this. I cried. Thank you, Gvara. Thank you, Paris. And it's an amazing night. And ici c'est Paris. Allez Paris! Allez Paris! Allez Paris! The game was amazing. Vara is crazy. It's crazy. He running back in the defense, offense. No, it's crazy. Remember who was the number 7 Paris before, and what Luis Enrique said. We're gonna be better this year. Oh, la manita. Gvara, les gars. Gvara. Vamos. Allez Paris. Sakarvelo, Gvarachkela. ის ცხოველია, ადამიანი არ არის. ნამდვილი ბრილიანტია. ესეთი სიტყვები წარმოთქვა TNT სპორტის კომენტატორმა მატჩის მსვლელობისას, სადღაც 92 წუთი იყო, როდესაც კვარამ მორიგ ერთ-ერთ ეპიზოდში დენზელ დუფრისი კუთხურის ალამთან წაიგდო და გააბრწყელა. ძალიან დაჩაგრა ამ მატჩში და ამას ჩვენ მიუბრუნდებით თავის დროზე. ეხლა კი გადავიდეთ ფინალის ანალიზზე, ტაქტიკურ დეტალებზე, რომელიც, რავი, ჩემი მობრძალებული აზრით უფრო ლიგა 1-ის 23 ტურს გავდა, ასე ექცევა ხოლმე Paris Saint-Germain, Auxerre, Lille და სხვა გუნდებს. დაძაბულობის გარდა ყველაფერი ვიხილეთ და ეხლა დრო დავკარგოთ, გადავიდეთ უშუალოდ ტაქტიკურ დეტალებზე, რომლებიც თქვენთვის მოუძებნი და შევარჩიე. პირველი შეცდომა, რაც თვალში მომხვდა და აუცილებლად უნდა აღმენიშნა, იყო ინძაგის ტაქტიკური შეცდომა, იმიტომ რომ ვინც უყურა ცრუცხრიანის წინა ვიდეოს და ამას ხშირად მიუბრუნდები, Paris Saint-Germain-ის სუსტი წერტილი იყო უფრო ცენტრიდან მარჯვენა ფლანგისკენ. იმიტომ რომ საპლეიოფ სტადიაზე ვინმე თუ რაიმე მომენტი შეუქმნა პარიზელებს და დონარუმას სასწაულით შემდეგ გამოძრნენ, ყველა გუნდი, მიზანმიმართულად შევებოდნენო, იფიქრებდა კაცი. აქედან უტევდნენ. და რატომღაც ინძაგიმ გადაწყვიტა რომ ისევ მაღალი ბურთები და ის ბარსელონასთან რამაც გაჭრა და იქედან დუმფრისი და ასე შემდეგ, ბარჟვიდან ჩართვები, ისევ ეს მოიტანდა შედეგს და ეს პარიზელთა შედარებით სუსტი წერტილი არ გამოიყენა. ანუ ჩემი აზრით ტიურამს უფრო მარცხნიდან უნდა ემოქმედა რომ დახმარებოდა დიმარკოს და ასე შემდეგ რა. მაგრამ ეს ასე არ მოხდა, დაუშვეს შეცდომა და აი ეს გეგმა რაც ჰქონდა ინძაგის რომ ბარსას მსგავსად მაღალი ბურთების ჩამოღება და მე განაწილება დუმფრისზე არ მოხდა, იმიტომ რომ პერსონალურად დაუყენა მეორედ პაჩო ლუის ენრიკემ ტიურამს და საკმაოდ ხშირად ხედავთ კადრებსაც უგებდა ორთაბრძოლას და მე პირადად თლად შოკირებული ვარ თქო ვერ ვიტყვი, მაგრამ ასე მაგრადაც თუ აიყვანდა არ მეგონა პაჩო ტიურამს და ეს იარაღი არსენალიდან გამოეცალა ხელიდან ინძაგის და ნუ რაღაც არჩენოდა, შემდეგ უკვე დარჩენოდა უკვე დუმფრის უნდა მოიგო მარტო თამაში, იმიტომ რომ
ლაუტაროც ავტომატურად ამ ორთაბრძოლებიდან თუ ტიურამი გამოითიშა, ლაუტარო ნაკლებად ძლიერი არის მაგ ასპექტში. თვითონ პარი სენ-ჟერმენმა პრესინგი გამოიყენა იდეალურად ამ თამაშში და ინტერსაც ახასიათებს და უყვარს ამ პრესინგის თამაში, მაგრამ ტემპში და სისწრაფეში იმდენად დიდი იყო სხვაობა. 6-7 ფეხბურთელით მეტოქის ნახევარზე გადადიოდნენ და აი ეს ნახევი ნახევარდაცვის ცენტრი აწყავს ინტერს, აი ძალიან ბავშვურ შეცდომას უშვებდნენ და მარტივად ართმევდა პარი სენ-ჟერმენი ბურს ინტერს და ესეც გახდა კიდევ ერთი განაპირობებელი ფაქტორი იმისა, რა ანგარიშიც მივიღეთ საბოლოო ტაბლოზე. სანამ გავაგზავნებდე ანალიზს, იქამდე ერთი წამის საქმე დაალაიქეთ დღევანდელი ვიდეო აუცილებლად და გამოიწერეთ Crystal Sports YouTube არხი, რადგან ბოლო ვიდეო 62%-მა უყურა გამოწერის გარეშე. და თუ გინდათ რომ სრულწლიანი გაგრძელდეს და უფრო მაგარი ვიდეოები და მსგავსი შინაარსის ანალიზები გაგრძელდეს, ერთადერთი თხოვნა მაქვს თქვენთან რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი. გადავიდეთ ახლა მორი კადრზე და ძალიან საინტერესო უკვე პირველი გოლი უბრალოდ და მინდა რომ აი ამ სტოპ კადრს დააკვირდეთ. განლაგება ინტერის მცველების რას აკეთებდნენ აქ და ანუ თვალებს არ უჯერებდი რა რო უყურე თლიან ჩანაწერს შეხვედრის შემდეგ და უბრალოდ დააკვირდით კვარაცხელი ამოდის თამაშგარიდან და კვარამაც კი ამოასტრო აქ და ხვიჩაზე რო ყოფილიყო პასი აქ ამ შემთხვევაშიც არ იქნებოდა თამაშგარი რა დუეზე კი არა ხო და არ ვიცი ძალიან ბავშვური შეცდომა იქნა დაშვებული საერთოდ იქეთ მე დიმარკოს ორი კაცი დაუტოვეს სასაყვანად არ ძალიან ესეთი შეცდომა ინტერის ხრიდან ბარსასთან მიუხედავად რომ 6 გოლი გაუშვეს იქაც კი არ დაუშვიათ მსგავსი შეცდომა და უკვე აქედანვე ჩანდა რომ რაღაცა კატასტროფა ველოდებოდა ინტერს ამ თამაშში მივოდექით ახლა ჩემს საყვარელ უკმას და საყვარელ ნაწილს კვარა versus დუმფრისი წინა ვიდეოს ვინც უყურეთ იქაც ძალიან ვრცლად მქონდა გაშლილი ეს თემა მრავალ ხრივ და ამჯერადაც ყველაფერი როგორც გავცვალე, ისე წამოვიდა ფინალშიც. საბედნიეროდ. ჯერ დავიწყოთ იქიდან თუ როგორ ჩამოიბადა ათრია, ხვიჩა კვარაცხელიამ დენზელ დუმფრისი. ძალიან მარტივად გაუსწორდა ჩემ და გასაკვირად. რომ აჯობებდა და დაუშვათ გააყვითლებდა და რაღაცებს მსგავს ველოდი, მაგრამ ამ ხელაკას, რომელსაც სიმაღლეში და ფიზიკურ, ასე ვთქვათ, მონაცემებში უპირატესობა აქვს, ესე თუ დაჯაბნი და ნაღდად ვერ წარმოვიდგენდი, ყველაფერს ხედავთ თქვენი თვალით, წმუნდებით ამ ამბავში და ძალიან საინტერესო ის არის, რომ გარდა ამისა, ტაქტიკურ ასპექტში ძალიან მნიშვნელოვანი იყო თუ როგორ დაჯაბნა კვარამ დუმფრისი შეტევაშიც და ასევე დაცვაშიც. მეორე გოლი მინდა ამონათდეს ახლა აქ პაჩო არჩენს ძალიან მნიშვნელოვან ბურს ანუ კუთხურისგან იხსნა თავისი გუნდი და უყურეთ აქ კვარას ანუ დაცვაში ხო ჩასულია მაგრამ ეს უბრალოდ ჩასვლა არ არის რომ რიცხობრივი უპირატესობა მისცეს შენს გუნდს ძალიან სწორად არის ჩასული აქ და ამ რამდენიმე სწორმა ნაბიჯმა და მეტრმა ბურთი მოაგებინა შემდეგ დრიბლინგით წამოიღო დუმფრისი უკვე ვეღარ ეწევა ხვიჩას ამ მომენტში და მე უკვე პას აყოლებს დემბელეს და ნუ გადის ის გოლი რომელიც დუემ გაიტანა და მოხვდა დიმარკოს ფეხზე და ესე შევარდა კარში. ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა აქაც კვარაცხელიას სწორი პოზიციის შეჩევას. გრძელდება კვარას და დუმფრისის დაპირისპირება და აქ უკვე ფოტოს მინდა დააკვირდეთ ისევ წინა ვიდეოსთან მივდივართ ზედმეტად წინ რო ადის და მარჯვენა გარემარბის როლს ირგებს დუმფრისი ამაში ახალი არაფერია მაგრამ როგორც ვახსენე წინა ვიდეოში ერთ-ერთი მთავარი იარაღი ინტერის შესაძლოა მათი დამღუპელი გამოდგარი იყო ახილეუსის ქუსლი. სწორედ ესე მოხდა და ისე აღიხდეთ ყველაფერი სიკეთე როგორც ჩემს პროგნოზს შეიმთხვა და ასრულდა 100%-ით ყველაფერი დუმფრისი ჩარჩა შეტევაში ძალიან მარტივი მისახვედრია რომ აქ ჩარჩები და შენი გუნდი ბურთს კარგავს მე იქ უკვე კვარაცხელიას ვეღარ ჩაასწრებ და ხვიჩამ შემდეგ საფათო მომენტი შექმნა ასეთი რამ მეორედ განმეორდა ისევ ჩარჩა დუმფრისი კვარამ ისევ მომენტი შექმნა და ანუ ძალიან თვალშესაცემი გახდა რომ აი ეს წყვეტა ლუის ენრიკემ და ახლა მე რო დავჯექი და გავანალიზე რაღაც ანუ შრომობთ რაღაცა გვიფასდება მაგრამ ნუ ლუის ენრიკე რა თქმა უნდა ამ ყველაფერს დაინახავდა და გაითვალისწინებდა და შედეგით სახეზეა ყველამ ნახეთ ერთად თუ როგორ გამოიყენა ეს ხრელი ინტერნაციონალეს დაცვაში ლუის ენრიკემ ძალიან სწორად განალაგა თავის დაცვის ხაზი სწორედ აი ანუ შეგითხარით რომ თავარი ბრძოლა სავარაუდოდ შედგებოდა ამ ფლანგზე სწორედ რა იმიტომ რომ აქედან ყავს კვარა და მენდეში პარი სენ-ჟერმენს და მარჯვენა ფლანგზე დუმფრისი რავი ბისეკი პავარი ტიურამის გადადის ხოლმე ანუ თავარი ჯახი უნდა მოხდარიყო აქ სწორედ და ენრიკემ მენდეში
მესამე ცენტრალურ მცველად ჩაწია, ხშირად შედიოდა, ანუ ასე ვთქვათ, მესამე მცველის როლს ირგებდა, იმიტომ რომ ცხრიანზე რო ფარულად იპარება და მაგარი გოლები გააქვს, ეგ არაერთხელ ვახსენეს რუსხრიანში და შემოგთავაზეთ ამის ანალიზა. ამჯერად არ იყო საჭირო, იმიტომ რომ დუმფრისი ძალიან წირჩებოდა და საჭირო იყო სწორედ 11 მცველის უკან დარჩენა. და ავტომატურად კვარას იქ მეტი სივრცე ჰქონდა, აქედან გამომდინარე რომ მენდეში არადიოდა წინ და უკან დუმფრისთან რჩებოდა და ენრიკემ აქ ძალიან სწორი გათვლა გააკეთა რა, რომ ეს პაიკი თავისი აიღო საჭადრაკო დაფაზე და პოზიცია თავისი სივრცე ბლოკი ჩამოუწია ოდნავ უკან. ამ ყველაფერმა შედეგი გამოიღო, ინზაგის გათვლამ ვერ მოიტანა შედეგი, იმიტომ რომ კვარაცხელიას ფაქტორი, არ ვიცი, X ფაქტორია ნამდვილად და გადაწყვიტა რომ შეეტია და დუმფრისის რესურსი უფრო მაინც წინ გამოიყენებინა და ეს პავარი და რაღაცა არ იყო ხვიჩას დაჭერას. პრინციპში მოსალოდნელიც იყო რომ პავარი და იქ ხანდახან გადასული ბარელა კვარაცხელიას ვერ დაიჭერდა. იმიტომ რომ ის გალია რაც მე წინა ვიდეოში ახსენი დარმიანით და ასე შემდეგ და უფრო პრაგმატული გალია იყო სამკაციანი და როგორც ჩვენ ვივარაუდეთ და ვისურვეთ დუმფრისი აი ამ პრაგმატულ როლს ვერ ირგებს, იმიტომ რომ ამის მაგალითები ქონდა წინა შეხვედრები განვიხილე ნაპოლი ინტერის და ამჯერადაც ასე განმეორდა. 59 წუთზე ძალიან მაგარი რაღაც მოხდა, არ ვიცი ხა ტელერეპორტაჟის დროს ვინც უყურეთ გამოჩნდა თუ არა, მაგრამ ბისეკი როცა შეიყვანა მოედანზე, ინზაგი ლუის ენრიკემ დაუძახა კვარას და მიირბინაუდეს ხასა და ყურში რაღაც ჩასჩურჩულა რა და ეგრევე დავწვით, ჩვენ დავიჭირეთ ეგ მომენტი და გვაინტერესებდა რას მოიტანდა რა, ანუ გადაადგილება და რაღაც, რა თქმა უნდა, ეს უთხრა, ხო? სწორედ, რატო შევიდა ბისეკი მოედანზე, იმიტომ რომ ცენტრალური მცველია, მაგრამ ძალიან ძლიერია შეტევაში, სწრაფია, ფიზიკურად ძალიან ძლიერია. და ხშირად არბის წინ, ბარსასთანაც ვიხილეთ ეგ და ეს დავალება ჰქონდა სწორედ ბისეკს. და ნუ კვარამ რაღაც მითითება მიიღო და რა მითითება მიიღო, გამოჩნდა ძალიან მალევე. წამებში ფაქტობრივად ბისეკმა გადაწყვიტა რომ ავალ წინ და ხაზს გავჭრი და რაღაცა რიცხოვნი უპირატესობას შევქმნიო და კვარაცხელიამ ეგრევე დაგეშილი ძაღლივით გაეკიდა, ბოლომდე შეყვა, ჩაყვა დაცვაში, მოუგო ორთაბრძოლა, ბურთი აახია და შემდეგ რომ მოშორდა კვარა, სადღაც წამის მეთასეთში დაკარგა წონასწორობა ბისეკმა და შეეჯახა თვართები მარკინიოს და მიიღო ტრავმა. ასე რომ ეს წუთნახევრის წინ შემოსული შენი ბისეკი კვლავ უკან გასაყვანი გახდა. რა თქმა უნდა, კვარას აქ განზრახ არ მიუყენებია და ზენება და კვარას ბრალი არც იყო. მაგრამ აი შემთხვევამ ესე მოიტანა რა, ცხოვრება ესეთია, რას ვიზამთ. ხან ძალიან გაგვიმართლებს ბარსელონასთან, ხან ძალიან არ გაგვიმართლებს პარი სენ-ჟერმენთან ფინალში. და შემოვიდა დარმიანი, შემდეგ ეს გადალაგებული სქემა და გეგმა B და რაღაც ძალიან რთული არის მწვრთნელისთვის, რომ ესე უცებ შემოყვანილი კაცის გაყვანა გიწევს წუთნახევარში რა. წარმოუდგენელი რაღაც დაიმართა ინტერს საფეხბურთო ფორტუნის მხრივ. აბა თქვენს კომენტარებს ველოდები ახლა როგორც ყოველთვის ჩავშალოთ თემები კვარა დუმფრისზე რას ფიქრობთ წინა ვიდეოს რამდენად თქვენ გამოუყურა და რამდენად თქვენგან დაიჭირა ეს ბმა ლოგიკური ტაქტიკურად ველოდები გამოხმაურებებს შენიშნეთ თუ არა ეს დეტალები მატჩის მსვლელობის დროს და ლუის ენრიკეს ტაქტიკური ვარიაციები დაცვასთან დაკავშირებით მათ შორის და რა ვიცი მივდივართ ერთ-ერთ ძალიან საინტერესო პერსონაჟთან მომდევნო გაჩერება ეს არის ვიტინია რომელიც ასე ვთქვათ ფარული ლიდერი არის გუნდის შეიძლება ითქვას. მთლად ტოპ 3-ში შეიძლება არ გაიყვანო, მაგრამ ფარული ლიდერი რატოა? რასაც ვიტინია ნახევარდაცვაში აკეთებდა, ინტერს შეხედეთ ძალიან კრეატიული ნახევარმცველი ვიყავთ ხითარიანიც, ჩალხანოღლუს და ფარელაც, ანუ 4 ნომერი არც ერთი მათგანი არ არის, პირიქით უფრო 6-იანისკენ და 8-იანისკენ და 10-იანისკენ მიიწევენ. და მოეთხოვებოდათ რომ ბურთის ამოტანა და დალაგება და ტემპის კონტროლი რაღაცა, დირიჟორობა გაეწიათ, მაგრამ სამივე მათგანი გაქრა. და აი ესეთ რაღაცებს აკეთებდა ვიტინია, წარმოუდგენლად კრეატიული კაცი არის და აქ რა გააკეთა დემბელემ მე როგორ გააყოლა, ეს ის მომენტია, როცა მე დუემ დუბლი გაიფორმა. და მსგავსი რაღაცები ვერ დავინახეთ ჩვენ ინტერის ნახევარმცველების მხრიდან და ასეთ დონის შეხვედრაში თან ჩემპიონთა ლიგის ფინალში, როცა 2-0 ძალიან სწრაფად აგებ. ნახევარდაცვამ თუ თავის თავზე რაღაც არ აიღო და არ გადაალაგა, წარმოუდგენელია, რომ ესე გადაკიდებით და ჩაწოდებით რაიმე გამოგივიდეს რა. ანუ სრული სიგიჟე იქნებოდა, კიდევ რომ რაღაც გამოსულდა ინტერს გრძელი პასებით, რაც ბარსელონასთან გამოუვიდა. გამოიწერეთ აუცილებლად კრისტალ სპორტის YouTube არხი, დღევანდელმა ვიდეომ ყველა წინამორბედს უნდა აჯობოს ისეთი მატჩი და ისეთი თემები განვიხილეთ დღეს იმდენად ისტორიული და რა თქმა უნდა გათამაშებაც ისევ აქ არის 3000 ლაიქზე როგორც კი ავა ვიდეო ეგრევე ჩაირთვება და 20 თქვენგანი მოიგებს რეტრო სახლის ძალიან მაგარ მაისურებს ნებისმიერი რეტრო კლუბი ნაკრები სულ ერთია
უბრალოდ თქვენ დაფიქსირდით კომენტარებში 3000 ლაიქზე ავიდეთ და შემდეგ 20 თქვენგანს შევარჩევ და მოიგებთ თქვენთვის სასურველ მაისურს. და ისევ კვარაცხელია დონფრესის წინააღმდეგ ეს გემრიელი ლუკმა ცალკე გამოუყავი, მინდოდა ესე ცალკე გვენახა. ტრიბუნებზე ძალიან დიდი ემოცია წამოიღო ამ ეპიზოდმა რა კვარაცხელიას მონაწილეობით. უბრალოდ საიდან გამოეკიდა დონფრის და რა ურთაბრძოლა გაუმართა, ჯერ ხო დაეწია, ფიზიკურად დაჯაბნა, გაასწრო, ბურთი წაართვა და იქე დაკიდა ჯარიმა და შემდეგ აი ეს ემოცია რო გააკეთა ტრიბუნებისკენ, რაც კვარას ახასიათებს, ძალიან მაგრად იჭერს აი ამ ქიმიას მაყურებლებთან და ტრიბუნები როგორ იტაცებს, მე უკვე ცალკე თემაა რა. ეს იყო ძალიან დასამახსოვრებელი მომენტი მთლიანად შეხვედრის, ისევე როგორც უკვე მატჩის შემდეგ კვარას კოცრანდა ჩახუტება თასთან. მოკლედ ხვიჩამ ისევ მოიპარა შოუ, როგორც ჩვევია ხოლმე რა. და არ ვიცი, თქვენი აზრი მაინტერესებს, ესეთი დეტალები რამდენად დაიჭირეთ მატჩის ყურების დროს და კვარას როლი ისევ შენიშნეთ თუ არა ის დაცვაში, გადასვლა, გადმოსვლა და ასე შემდეგ. და მაინტერესებს უბრალოდ დაწერეთ კომენტარებში 3 მეფე, ვინ იყო ამ მატჩის, რო გამოყოთ. 1, 2, 3 ნუმერაციით რომ იყვეთ რა. რომელ სამფეხბურთელს გამოარჩევდით ფინალიდან პარიზელთა შემადგენლობაში. ახლა ერთი კითხვა მაქვს თქვენთან, მიუნხენში ძალიან დიდი შთაბეჭდილებები მივიღეთ და მოხიბლული დავრჩით ქალაქით, საფეხბურთო ჰაერით ყველაფრით და თვითონ გერმანელებით, მიუნხენელებით. საოცარი ხალხია, ძალიან თბილი, ჯიგრები არიან და პარიზთან პარალელი რო გავავლო, ძალიან კოლოსალური სხვაობაა რა, იმდენად დადებითად განვეწყვეთ მიუნხენელების მიმართ და თქვენ რას ფიქრობთ ზოგადად გერმანელები და ფრანგები რო შევადაროთ, თუ გაქვთ უნეს გამოცდილება მათთან ურთიერთობის, დაწერეთ კომენტარები, რას ფიქრობთ, რომელი ერის წარმომადგენლები არიან უფრო მეგობრულები ჩვენს მიმართ, ну, ტურისტების მიმართ, ამ შემთხვევაში მხოლოდ ქართველებს არ გულისხმობ, რა თქმა უნდა. და ისევ კვარაცხელია, უბრალოდ რა იღბალი აქვს, რა ფეხი აქვს, რა დადებითი აურა. წარმოუდგენელია თავიდან ბოლომდე კვარაცხელიას კარიერის განვითარება, საიდან წამოვიდა ვარშავის წლები რო ავიღოთ იქ რუსეთიდან ბათუმში ჩასვლა შემდეგ იტალიაში. ანუ ჯერ ხო ნაპოლის 33 წლიანი მშრალი სერია დაუსრულა. შემდეგ საქართველოს ნაკრებთან ერთად ევროპაზე გავედით, ხო? და კვარას როლი უდიდესი იყო ამაში. და ყველაფერში პირველი არის ტიპი რა, ანუ თითქოს მიუღწეველს ეგრევე შესაძლებლად და რეალობად აქცევს რა და გადავიდა პარი სენ-ჟერმენში, რომელსაც მილიარდები ქონდა დახარჯული, ყველა ვარსკვლავს, ვისაც კი ურთან შეხება ქონია, მე მგონი მანდი თამაშა და ბოლოს საერთოდ მესი, ნეიმარი, მბაპეს ტრიო იყო და ვერაფერი ვერ ქნეს. და გადავიდა კვარა პარი სენ-ჟერმენში და თუ გაქვთ შემჩნეული უბრალოდ საფეხბურთო იღბალი რა დონეზე აქვს კვარაცხელიას, როგორ დაყვება და ამაზე თქვენი აზრი მაინტერესებს კომენტარებში რა. კვარა მივიდა და აი ყველაფერი შემოტრიალა და სხვათა შორის ფრანგი გულშემატკივრების აღნიშნავენ უკვე რომ ხვიჩას მოსვლის შემდეგ უკვე აი საჩემპიონო გუნდად ვიქესითო რა და არ არის შემთხვევითი მართლაც. ნაპოლიც ძალიან ახლოს იყო ბორჯერ ჩემპიონობასთან. პარი სენ-ჟერმენსაც ხო სუპერ გუნდები ყავდა, მაგრამ რატომღაც აი ეს რატომღაც რა ხვიჩას მისვლის შემდეგ ყველაფერი უკვე საჩემპიონო ნიშნულზე შემოbrunდა რა. და ბოლოს შეგვიფასეთ რუსხიანის გუნდის მუშაობა თავიდან ბოლომდე ვლოგი, ანალიზი რა როგორ მოგეწონათ, კომენტარები გამოუშვით ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ჩვენი შრომა დააფასეთ, დაალაიქეთ აუცილებლად დღევანდელი ვიდეო, დაფიქსირდით კომენტარებში რომ მიიღოთ გათამაშებაში მონაწილეობა და აუცილებლად უნდა გამოიწეროთ კრისტალ სპორტის YouTube არხი. რუსხიანი საკმაოდ მალე მორიგი საინტერესო თემით დაგიბრუნდებათ.